მოგესალმებით მეგობრებო, თქვენი ყოფებით ჩემს სახზე, მე საბა ვარ და თქვენ უყურებთ ახალ გადაცემას ფიტნეს მატყუარი. მოკლედ დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან ბექა, გიგი, დავით და თაზო და ეს ადამიანები ტყუილად არ შეგვირჩევია, ესენი არიან წინა გადაცემიდან, როგორც გამარჯვებულები, ასევე წამყვანებიც. თამაში შედგება სულ 2 რაუნდისაგან. პირველ რაუნდში მომზადებული მაქვს 4 კითხვა. თითოეულ კითხვაზე მონაწილეები დაწერენ სავარაუდო პასუხებს და შემდგომ ეს პასუხები სწორ პასუხებთან ერთად გამოვა დაფაზე. თუ მოთამაშე გამოიცნობს სწორ პასუხს, ის აიღებს 2 ქულას, ხოლო თუ თავისი პასუხი სხვა მონაწილეს შეაცდენს, დამატებით 1 ქულას მიიღებს. მოკლედ მეგობრებო, პირველი კითხვა შემოვიდა სტუდიაში. ფინეთში ტარდებოდა ძალიან უცნაური ჩემპიონატი, სადაც გამარჯვებულს გადაიცემოდა იმდენი ცალი ლუდის კილა, რამდენი კილოსაც აწევდნენ. და რას წევდნენ? თქვენ უნდა გამოიცნოთ, თუ რაში ეჯიბრებოდნენ ისინი ერთმანეთს. რასე რამდენს? მოვიფიქრე თორე არ ვწორწე. ხუთის მაგივრად გამოვიდა 4 პასუხი. შესაბამისად, ან რომელიმე ორი ადამიანის პასუხი დაემთხვა, ან სწორ პასუხს დაემთხვა. ეგ თქვენ უნდა გადაწყვეტოთ რომელი. მოიწყადაო ვა. შემი. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება ამ 4 პასუხში, რომელი არის სწორი პასუხი. რაღაცა კილოგრამი იყო, ხო? კილო ქალსაც აწევდნენ. ხო, რამდენი კილოსაც აწევდნენ? ორი საწევაში? რამდენი წოლსაც აწევდა? კაი, ყველამ შემოვატყია 3-ზე, 1, 2 და 3. მეოთხე, პირველი, მეოთხე. ერთსამით. რა იყო? შეგეშალა რამე? არა. ვერცაც ვერ გავატყი თუ რა ხდება? უსაცა. ერთსამით. სწორი პასუხი იყო, ცოლის აწევა. ხადა, მე დავწერე. ჩემი დაწერილი ხადა. ანუ ხოთა. ვისი პასუხი იყო პირველი? ჩემი იყო. გიგის ეწერება 2 ქულა, იმიტომ რომ თავის ქულას თავისი ისიც აირჩია და დავითმაც გიგის ქულა. ვალიკო რაო რა მინდა? ეგ შეიძლება, მაინც ჩემი რომ მერჩა ქულა დამატა. გიგის ეგონა რომ თავის პასუხი სწორი იყო. ანუ 5 ხომ ყოფილიყო და ახლა 4 იყო მეგონა ჩემი იყო სწორი. ოისა მე რო პასუხი გამოვიცანე? ხო და უნდა დაგეწერა მესამე შენც. რატო ეგ გამიკვირდა მე რომ სწორმა პასუხის დამწერმა თავის ქულა რატო არა იყო, მეგონა რომ ქალს დაწერდა სხვააც. დავით ეწერება 2 ქულა, იმიტომ რომ ბექა და თაზო შეასრულა. და ბექას რა ეწერება? არაფერი. შენ აგერჩია მესამე. თასო 2 ქულა დაგეწერებოდა შენ. შენ ამბობ რომ თუ სწორი პასუხი გარტყე, პლუს უნდა აირჩიოს ეგ. უკაცრავად მაყურებელმა ბოდიში. ნახე ხა უყურე, ბექამ კი დაწერა სწორი პასუხი, მაგრამ მეგონა რომ სხვა პასუხი იყო სწორი რა. და არ ეგონა რომ თავის პასუხი სწორი იყო. საკუთარი თავისი იმედი რო. მივხვდით? ასე გიგი და დავით აქ 2 ქულა, სამწუხაროდ ბექას და თაზოს 0 ქულა. შემდეგი კითხვა. თქვენი აზრით, რისი შიშია ფიტნესში ატელოფობია? ატელოფობია. ატელოფობია? ვიცი. მოკლედ მივხვდით რომ არაფერი არ დაემთხვა არავის არც პასუხს, 5 პასუხი აქვს და ეხლა თქვენ გაქვთ 1 წუთი რომ დაწეროთ სწორი პასუხი. ატელოფობია? ატელოფობია. ალბათ მეხუთე ხო? მაგის შივილმეს თუ აქ არ ვიცი. აუ შეიძლება იყოს, რა ვიცი. რომელია სწორი პასუხი? აი დავისაუბროთ და დავწერთ. 1 eternity later. დაგვათენდა 3, 2 და 1. აილას განსხვავებული უწერია ბიჭო. მოგონია რომ მე ვარ სწორი. სწორი პასუხი იყო მეგობრებო. ვარჯიშის არასწორად გაკეთების შიში. შესაბამისად ბექას დაეწერება 2 ქულა. ვის პასუხი იყო მეორე? ჩემი. ვის ეწერა მეორე? დავით. ისეთი ოფიციალური პასუხი იყო, მე მეგონა რომ ეგ იყო სწორი პასუხი. მესამე ვისი იყო? ჩემი პასუხი. ვინ თქვა მესამე? მე. შესაბამისად თაზოს ეწერება 1 ქულა და მეოთხე ვისი იყო? მე მეწერა მეოთხე. დავითს 1 ქულა. მე ვიყავ მოღრიალი კაცები. მოკლედ ყველას დაგეწერათ თითო ქულა გარდა ბეკას. ჯამურად ბეკას აქვს 2 ქულა, გიგის 3 ქულა, დავით 3 ქულა და თაზოს 1 ქულა. მოკლედ მესამე კითხვა. 1890-იან წლებში მიჩიგანში ფართოდ გავრცელებული იყო ერთი საკვები, რომელსაც კლინიკებში პაციენტებისთვის იყენებდნენ და დავამატებ იმასაც, რომ მას დიეტურ სამედიცინო საჭმელს უწოდებდნენ. რა საჭმელი არის ეს უნდა დავსაკლოთ თქვენ. მე ვიცი. მოგონია რომ მე ვარ სწორი. რომელიღაც პასუხებით ჩვენთან დაიმთხევა. მე მგონია რომ 4 დაიწერება. მე აქვს სხვა დაწერ ბიჭო. ვაფშე 1 დაიწერება. იმიტომ რომ რომელიღაც ერთ განსხვავებული. თუ ეხა 4 პასუხი იყო, მგონია რომ მე გავარტყი. დავით, როგორ ჩას ვერ გამოიცანი? ვერ გამოვიცანი და. ხუთი პასუხი გვაქვს. პირველი პასუხი ეს არის კეჩუპი, მეორე ქათმისფეხი, მესამე ბრინჯი, მეოთხე ნახშირი, ოღონდ კაკლის ხის. კონკრეტულად
და მეხუთე არაქისის კარგი. გამოიცხადე ხარ რომელი იყო სწორი პასუხი. აუ ნახში როგორც იმერაკაკლის ხის რა. იხავს ესე პროსტა თუ როგორც მაგის გამომწვარი ეთქო. ბრინჯი კეჩუპი. არაქისის კარაქი იყო იმ ეს შემოგზაურეთ. არაქისის კარაქი იქნება წესით. მე მგონია ვიცი რა. ყველა ჯერს ეგრე მგონია ასე რომ 3, 2 და 1 შემოვატრიალოთ. მე-3, მე-5. ხაო, ყველა ხუთი დაწერეთ? შენ დაწერე მე-3 ბრინჯი? სწორი პასუხი იყო 5, მე-5. ეს არაქის. და ჩვენი სპონსორია. დილა ჩვენი სპონსორია Snake-ის მედიცინის კარაქი, რომლებიც მალე დაამატებენ ახალ გემოსას და ეს პასუხი ზუსტად სპონსორის კითხვა იყო. მეგობრებო, რომელიც ყველამ გამოიწვია ბეკას გარდა. მესამე ვიცი იყო იმაი. ჩემი იყო მესამე. და ეს იყო სპონსორის კითხვა, მეგობრებო, მადლობა ძალიან დიდი Snake-ის მედიცინის კარაქს, რომ დღეს ჩვენი სპონსორია და ასევე ისინი ძალიან მალე გამოუშვებენ ახალ გემოს, რომელიც დაელოდეთ და ძალიან საინტერესო და გემრიელი იქნება. თაფლით. მოკლედ, მეოთხე კითხვა. თურქულ კულტურაში არსებობს უცნაური ჩემპიონატი, სადაც ისინი ერთმანეთს აჯიბრებენ, რას აჯიბრებენ? აი, გუნდა დაწეროთ თუ რას აჯიბრებენ ისინი. მე მგონი ვიცი. ატოლები. ეგ არ იქნება ხო მას? ამ კითხვის პასუხები შემდეგში მდგომარეობს. პირველი, მეტი ჩაის დალებაში, მეორე ბანჯვლებში, თუ ბანჯვლებს აჯიბრებდნენ, მესამე ახლებებს, მეოთხე ცხვირის ზომას და მეხუთე ჯერ გრძელ ფრჩხილებს. აუ ხო აღადა ყველა ძალიან ახლო პასუხია. ხო, ან ისეთ პასუხებია რომ ყველა თურქული პასუხია რა. აბსოლუტურად. ზელი მშკილი ნეკატიძე. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ გიგის და დავით შორის 5 ქულა არის და ბეკას 2 ქულა, ბადოს 4 ქულა. ბეკა, შეცვალა პასუხი იმან, არ შეიძლება. რა დამიდასტურებიათ, мо. აუ კაი რა, ვეხარ რომ არასწორად შემეცვალა. აბა რა შეცვალე რა ქონდა და რა შეცვალე მითხარი რა. 3, 2 და 1. მე მაინტერესებს ვისი პასუხი იყო პირველი. Yes. ბეკასი. პირველი გიწერია თქვა. 3 მეწერა თავიდან. სწორი პასუხი იყო აკლებს მეგობრებო. რატო შევცვალე? რატო შევცვალე ბიჭო? და მე ჩინეთში აფრენ რა უნდა თქო. აუ რატო შევცვალე ბიჭო? ზომა არის ხო? მე მეწერა. აკლები მეწერა. მგონია რომ მე ვარ სწორი. შენ როგორ დაწერე? აკლები რა. ჩინეთში? რა უნდა თურქეთში ბიჭო? გავუსტები მე ჯაკი ჩინეთში რა უნდა. და თურქეთში რა უნდა? რაღაცა ლოგიკური, ანუ სირია მაინც არის ახლოს და რაღაც გადმოდიან სადღაც. მაგიტო თქვით არიღით ხო თუ ახლანდელად ეხა ახლა არ არის ვიცი, შეიძლება ადრე. აჯრებეთ ვარ მართა არის. მაგიტო შევცვალე. არა ეს რდიდნენ აკლებს და ერთმანეთს აჯახებდნენ ქათმების და რა ჩერდი რა ენდე რა იმას რა გონებას თულაცა. პირველი რაუნდი ესე თქვა კითხვა-პასუხის ამოიწურა, შესაბამისად ბეკას აქვს 4 ქულა, გიგი გაიჭრა, აქვს 7 ქულა, დავის 5 ქულა და თაზოს 4 ქულა. პირველი რაუნდის შედეგები ესეთია. ახლა გადავედით მეორე რაუნდზე. მეორე რაუნდში მე თითოეული მათგანისთვის მომზადებული მაქვს 4 სასაცილო სიტუაცია. ერთმა უნდა დახატოს, ხოლო დანარჩენმა მონაწილეებმა უნდა დააფიქსირონ სავარაუდო პასუხები. თავარი წესი კი ის არის, რომ ხატვარს არ ექნება პასუხის დაწერის საშუალება. ის ადამიანი, ვინც გამოიცნობს ნახატს, მას დაეწერება 2 ქულა, ხოლო მხატვარს +1 თითოეულ გამოცნობაზე, რადგან კარგი ნახატი შეასრულა. მოგეთ, ვინ გამოვა პირველი? ბეკა. კაი, ბეკასგან დავწვით. მოდი. აი, ეს არის ბეკას ნამუშევარი. ოტა. მოხვიდეთ, ნახოთ კიდეც, თუ გინდათ ადექით, მოდით ნახეთ. ეხლა თქვენ უნდა დაწეროთ სავარაუდო პასუხები. თუ რა გონიათ რა დახატა ბეკა. ბეკა ამ შემთხვევაში არაფერს არ წერს. თქვენ უნდა დაწეროთ და აღწეროთ რას ხედავთ ნახატს. დავითი აჯიბრებს თავის ძაღლებს. შეიძლება ახლოს მოვიდე? კი. ხო, მანდის დეტალები არის ხოთა შორის, რაც უნდა ნახო. ისე ტყუილუბრალოდ არაფერი არ ხატია. ჩვენსაც წერი რა გონი? ეხა რა უყურებ? გეგონებოდა ეგ? ნუ ეს მარცხენა ბიცეპსი უნდა დიდი რო აქვს ეგ მაგ. ჩუ. ეგ მაგიტო ახლა ზომავს რა. ხო. პირველი არის კინოლოგი, არის კაცი და ძაღლის გაწვრთნის პროცესია, ესე იგი ეს. მეორე, დავითის ძაღლმა თორიმ გაიმარჯვა სირბილში. მესამე, დავითი აჯიბრებს თორის ლეკვებს ძილში და მეოთხე, დავითის ძაღლმა პირველი ადგილი აიღეს ბოდიბილდინგის ჩემპიონატზე. თქვენი აზრით, რომელია სწორი პასუხი? ვიწერია ყველას? კი. 3, 2, 1. მაჩვენეთ. მეოთხე, მეორე.
სწორი პასუხია მეოთხე. მეოთხე უნდა დამეწერა და ერთი ზაღლებმა პირველი ადგილი აიღეს ბოდიბილდინგის ჩემპიონატს. ვისი პასუხი იყო მეორე? მეორე სირბილი ჩემი იყო. ბოლოს შევცვალე ბოდიბილდინგი მეწერა, მაგრამ ბოლოს შევცვალე სირბილი, იმიტომ რომ დეტალებზე რო თქვა უკაცრავად გაწყვეტია. მეორე ადგილოსთან თავზე აქ ბენდენა და მეგონა სირბილის ბენდენა. არა ბიჭო, ისა კონოჰას ლოგოა, ჰინატას პონჩი. ისა ჰინატა ანიმედან არის. კონოჰას ლოგოა. ეგ ვერ დავინახე, მეგონა პროსტა ბენდენაა. შესაბამისად, ბეკას აქვს 6 ქულა, გიგი, აი მე 2 4 6 8 9 ქულა, დავითს აქვს 2 4 6 8 ქულა. ხოლო თაზოს აქვს 4 ქულა. 3 ის მაგ. 8 ქულა, მაგ. სავა ეს შენ ის ხო ნათქვამი ხო დაბალ მეოთხე. კი. და იქ დახატა. ეგ დახატა ბეკამ, კი. ეხლა გიგის ნახატი არ უნდა გამოვიცნოთ ჩვენ. და დაკარგავ ქულებს. ნუ გადავასწროთ ყველა. აი წუწუ. არ უყურო. მე რა. არ უყურო. ორი წუთი დაგჭა მართლა ბიჭო. რა. აუ მეგონა საშინდელ ხატვარი ვარ. აუ ეს რა? What? ერთი წუთი ის ორსული ხალია. ამდენი ხანი ამას ხატავდი? რა არის? სამი სტიკმენი არის, ამდენი ხანი ამას ხატავდი. შეიძლება ხო ახლა ეს შედევრი რო. დეტალებს მნიშვნელობა აქვს. კი, მეგონა. გაუქმდა. ზემოთ რა აქვს? მე ვერ გეტყვი. მე ვიტყვი ერთ მინიშნებას თუ შეიძლება რა. თორე ვეცურ ვხდებოდი. არ გითხრა. არა, ეს გეტყვი, ფიტნესთან არის დაკავშირებული. ეგ გახსოვდეთ. რა ზომე, ხო, კაი. ეს რა? ეს მგონია? კაი, მე არა, ეს არის სპატულა იმისი, სამზარეულოს. სამზარეულოს კაპჩას გავს, თუ რა ქვია, ჩამჩას. ეს რა არის? თაზე რა? აი ერთი რაღაცა უნდა ვიკითხო რა, შეჭანი. პროცესი საიდან მიდის? მარჯვნიდან მარცხნივ თუ მარცხნიდან მარჯვნივ დავიბენი რა, რაღაცა ხო შევა დავაკავე. დამაბნეულია სპეციალურად. შევდახეთ რომ გიგი ბოდიში ხატვა არის. მე პირდა მეკითხარი. რა პასუხი რა უნდა დავწერო არ ვიცი. ერთი წუთი მოვიფიქრე. კითხვის ნიშანი და თქვენ უნდა დაწეროთ თქვენი სავარაუდო პასუხი თუ რა ხატია აქვს. კაი კაცო. ხელში რა უჭირავს? მე მგონია სამზარეულოს იუტენსილი უჭირავს. ეს ქუდი რა ჯეკბეგულა რა. ქუდზე რაღაცა აქვს კიდე, ვერ უყურებთ თქვენ. ქუდზე რაღაცა არის, შეიძლება უფრო დაგაბნიოთ ამით ან მიგანიშნოთ, არის, მაგრამ მოდი იყოს არ გვინდა ქუდის. არშოს ბიჭო რა? იმიტომ ხო რომ რაღაცა ეს შეგეშალა და არ წაშალე თუ ნახატის ნაწილი. რა ხო ეს იქსი. ანუ ნაწილი ნახატი ნაწილია. ჩუ. აულა უთხრა? არა, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. მივხვდი. ბოდიბილდერი ფოკუსნიკი სუკან კაცს გადააქცევს გამხდრად. მეორე, ერთ თვეში 10 კგ-ს დამაკლებინებს ძმა. მესამე, წონაში დაკლება უბრალოდ. მეოთხე, კაცრი ტრენერი და მის მოსწავლე, რომელმაც წონაში დაიკლება. ეხლა უნდა დაწეროთ თქვენი აზრით რა დახატა გიგი. თუ მეოთხე პასუხი სათხები უჭირავს? კაცრი რო არის. სათხებია. თავის მოსწავლეს? აა კურდღელი რატო ყავს ქუდზე? What? კაი, 3, 2 და 1. მეორე. Sorry, პასუხი იყო? ერთ თვეში 10 კილო დამაკლებინე ძმა. ეგ არის სწორი? პირველი ვისი იყო? ჩემი! რა პასუხი დაწერე? მეოთხეს არწერდი ბიჭო დაგეწერა ჩემი. გიგის ეწერება 2 ქულა, იმიტომ რომ გიგი დავითმა და თაზო სწორად გასცეს პასუხი. დავითს ეწერება 3 ქულა, იმიტომ რომ ბეკა შეასწინა და პლუს 2 პასუხი დაწერა, თაზოს ეწერება. ბაჭია რა შუაში? ანუ აქ იდეაში ეს არის ჯოხი, ილუზიონისტის ჯოხი არის, როგორც მივხვდი. ეს ბაჭია რომ ის ილუზიონისტია და ეს სუკანი 10 კგ გადამაქცია დამაკლებინეო რა, ეგ დაწერა. საკმაოდ ახლოს ვიყავი მე. დასახადად რთული იყო, მაგრამ პასუხები მე შენი პასუხი ჩემი მოვწერე. იყო მესამე ტონაში დაკლება და ახლოს მივედი. თქვენ ერთად, ეგ ჩვენ ერთად. წავიდა ჩემი ხატვის დროა. კაი, შემდეგ დავთი, მოდი. დავაი პიკასო. 3 წუთი. წავიდა დრო. ორი რაუნდში გადაწყდა გამარჯვებული. კი, 11, 11 და 6. ესაა დავითის ნახატი. იდეალური ნახატია. დავწერეთ? მოიც ერთ წამდა ბაცად. რა დაწერე აბა? აი, არ არის ეგ. მოკლედ, პირველი ბოდიბილდერი ვარჯიშობს პილატესს, მეორე შვარცენეგერმა დაიწყო პილატესზე ვარჯიში, მესამე ტანს დავიყენებ და ყველა ნაშრე როგვიში ჩამიხტება და მეოთხე მოიხოდა, გაიმარჯვა, დაკერა გოგო და მიაბა საწოლზე ხელბოკილით.
ეხლა უნდა დაწეროთ რომელი ნახატი, კიდე რომელი სიტუაცია დახატა დავით. ხო, კაი, რავი. ეს ბეკ მაპა რა არის? მეოთხე არის ბეკასი უეჭ. მია, მაპა. ჩემი რა. კალბურკი დააბა სასწორზე და შენი აქცენტით წავიკითხე. 2 და 1. ამოტრიალეთ. მესამე, რა გიწერია? მეორე. შენ რა გიწერია? მე ვიცი. ვის პასუხი იყო მესამე? შენ. ბეკას ერთი გოლა, იმიტომ რომ გიგი შეასწია და სწორი პასუხი იყო შვარცეგერმა პილატესზე დაიწყო ვარჯიში. რა შუციგერო პილოტს დაიწყო ვარჯიში. შვარცეგერია ნახე თავის პოზა. და 4 კუბიკია. ბიჭო, მორკილები მეგონა ის ჩემი. მორკილებია. პილოტესის პირველი მორკილებია. გეწერა, პირველი. ო, მაგრამ ის ქალისები არ არის ბიჭო. ქალია. მე გამოვიცან. ტრენერი ქალია. მართალია ქალია. მე სწორად მე. მოიხო და გაიმარჯვა და კერგობა და მიაპასა მორკი. რა შვარცეგერ პილოტზე დაიწყო ვარჯიში. ო, შვარცეგერის პოზაა შეხედე. ის პირველი ეს ეროვნული სუსტი. და ესეც კუნთის ბიცეპსი ნახე, ახლა ბიცეპსი დავხები. ბიჭო, ანუ ის რა საჭირო ენა უნდა გადმოგიყო, ენა უნდა გადმოგიყო და მაგის მიხდება. ბიჭო, აი რა იცი? ენას რო ყოფს ერთ მომენტში. არა. აი ის გავხტარი ტიპი. გავხტარი ტიპი რო ყოფილიყო მივხვდებოდი. დახატო დაბეზა. მე მოიხო და გოგოების მოჩი რაღაცა მერი, რა ვიცი. დახატო ის დაბეზა. ლოგის ვაფშე არ გავს პილოტესია რეფორმები ხდება. აი, რო თქვა რეფორმები რომ მეთქი, ვა, საღოლეგეთი ვიყავ. კარგი, ეხლა ბოლო ნახატი დარჩა თაზოსი. თაზო, მოდი. მიდი თაზო, იმედია კარგ ხატავ. ოპა. თქვენი აზრით რა დახატა თაზო? ეხლა ყველამ თუ გამოვიცხანეთ. რეალურად კარგი ნახატია რა, ძალიან. სამი პასუხი რაღაცები დაემთხვა. კი. სამი პასუხია შესაბამისად მიხვდებოდით რომ ან რომელიმე პასუხები დაემთხვა, ან კიდევ სწორ პასუხს დაემთხვა ერთი. ეხლა უნდა დაწეროთ თქვენი აზრით რომელია სწორი პასუხი და რა დახატა თაზო და რისი თქვა უნდა ამ ნახატიდან. ჩემი აზრით ძალიან კარგი დახატა. პირველ და მესამე ერთ იგივე რა. არა. ორი ოპერატორი გამიზრებული თვითონ. ბოდიბილდერებია ნახე. პროტეინის ფაქტორი. შეიძლება ის პროტეინი არ არის? მოიცე ბოდიბილდერებზე არის საუბარი, იმენა ეგ არის ხაობა პირველ და მესამე შორის, პირველ და მესამე. ბოდიბილდერები მაგითო ხატია. ის უცნობიანი ქალი მეგონა. ეხლა შევცვალა, არ იყოს მიშვერება. 3, 2 და 1. რა ხდება? მე დავწერე პირველი და არ არის? არც ერთი არა, სწორი პასუხი? მეორეა? მოვიგე? მე მაწყობს რა. მოვიგე? ვაიც. ვიღაცები პასუხები დაემთხვა. სწორი პასუხი იყო რომ ბოდიბილდერები აპროტესტებენ ფასზე პროტეინის ფასის ზრდას. მაგრამ მე მგონი დავითმა და ბეკამ თუ არ ვცდები დაწერეს პროტეინის ფასები გაიზარდა აპროტესტებენ. ერთი და იგივე იყო დაწერეთ და ამიტომ ჩემი ეს და ეს განსხვავებულია მაინც და უნდა დამეტოვებინა ესე როგორც არის და მე მგონი სწორად წერია ხა როგორც წერია და არ უნდა წამეშალა ის და მარტო ეს ორი არ უნდა დამეტოვებინა. ეს და ბეკას მოგავა ქულები. ბეკას და დავის დაემატა 3-3 ქულა. გადამასწრო მაგრამ უჭველი ხო? მე მგონი მე. მე ამდენი ქულა დამეწა. შენ აუ, არც ერთი ხო? ბეკას აქვს 12 ქულა. გამარჯობა 11 ვიყო. გიგის აქვს 4, 6, 11 ქულა. ობა. დავითს აქვს 2, 4, 6, 4, 8. 14 ქულა. 16 ქულა. 16 ბოდიში, თლა არ ვიცხოვენ. მოგლოდ მე დავხატავ, თქვენ უნდა გამოიცნოთ რა. ვინც გამოიცნობს, დაიწერება 4 ქულა. ვინც შეაცდენს, ინგლისური იცით? ვინც Yes. იმას დაიწერება 2 ქულა. ფულის ო, ეგ საინტერესოა. ბონუს რაუნდი გადავწყვიტეთ რა გადაწყვეტეს მონაწილეებმა. მე დავხატავ, რომლებიც ჩემი პროდიუსერები და ოპერატორი და ედიტორები შეადგენენ რაღაც სიტუაციას, მე დავხატავ. შეცვლილი ერთი წესებში ის იქნება, რომ ქულები გაორმაგდება. ვინც გამოიცნობს სწორ პასუხს, იმას დაიწერება 4 ქულა, ხოლო ვინმე შეასწრეს, იმას დაიწერება 2 ქულა და თაზოსაც კი აქვს იმის უფლება და იმის შესაძლებლობა, რომ პირველ ადგილოსანს გადაასწროს. Let's go. მეორეზე აბოვედი და ეხა ჩავალის. უშვიდეს. ბონუს რაუნდის შემდეგ მე დავხატე რაღაცა და ეს რაღაცას უნდა გამოიცნონ თუ რა არის და ეს ნახატი არის What the fuck? თარაზოთი აქვს დახატული თან იქ. ის სარწყის მანქანაა ზევით? მე ერთი ჩავმეხტარ ყველა დეტალს დავაკვირდე თუ შეიძლება. შეიძლება რაღაც არ გითხო. ეს აქედან ესე მოდის? არ გახდება რა არის. თქვენ გადაწყვეტეთ ეს. ან პროსტა წინა და გასხვავებით ყველა სიტყვას ეკდება მნიშვნელობა რა. და ისე დავწერ პასუხებს. მოიწველი ეს არის. როგორც ჩემო პროდიუსერებმა გადაწყვეტეს ისე დავწერ და დანარჩენი თქვენც იგივე სიტყვასთან გადავა.
ანუ გადაწყვეტი რაუნდია, ერთმანეთს არ მიანიშოთ არაფერი, ხედავს. აი, გასაგებია. შეგახსენეთ, ანუ ქულები გაორმაგებულია. ქურდა ეს ჩამისვი რა. და გაადიდე რომ გიგის თავს დიდი იყოს. მოკლედ, ყველა პასუხი თითქმის ერთი და იგივეა, უბრალოდ სიტყვებში არის განსხვავება რაღაცა პატარა და პატარა დეტალებს მიაქცევთ ყურადღება. მოკლედ, პირველი, გადაცემის მონაწილეები გადაღების შემდეგ დასხდნენ სახინკლეში, მეორე, YouTube ვიდეოს გადაღების შემდეგ მივდივართ სახინკლეში, მესამე, ქართველი ტრენერები გადაღების მერე წავედით სახინკლეში, მეოთხე, ჩაწერის შემდეგ წავედით საჭმელად და მეხუთე, გადაღების მერე სახინკლავად წავედით და გარედან შემოსული ფოტოგრაფი ფოტოს გვიღებს. ოპა! ჰოლი მოლი. მაგრამ ნუ სიტყვებში არის განსხვავება. ხო, ანუ შენ რას ხატავდი, ეგ არის. ეხლა შეიძლება ნახატი რაღაცა. აქედან ერთ-ერთი არის სწორი. აქედან ერთ-ერთი არის სწორი. ჩემი ეს კარგად დავხატე. მეტად. კი. და დავწერე მასკინე. კაი, დაწერე დავით, რა გიდა, ბევრი ბაის მოგებული ხარ. მოიცა, ერთი ესენი ძალიან. უნდერვიურებ დავით მოგებული ხარ, პირველობას თავინ არ გასწევს. პირველობას თავინ არ გასწევს დაძიქით. ვაიცა. ძალიან. კაი, მეკას. სო? სო. 3, 2 და 1. ოპა. არა. კაი. შენოწერე? აი ეს რა? კამერა. კაი, რატომ მიდის ეს? შემდეგ. გადაღების შემდეგ წავედით სახინკლე. რომელი იყო? მეორე. მეოთხე. არა, ბოდიში. YouTube გადაღების შემდეგ, ვიდეო გადაღების შემდეგ წავედით პირველი გადაცემის მონაწილეები გადაღების შემდეგ დასწრეს სახინკლეში. ბოდიში. ესენი ვინები არიან? ჩვენ ვინები ვარ? მონაწილეები. ტრენერებიო, ეხლა ჩემი ტრენერები. ქართველი ტრენერები მეგობია. ქართველი არა. სომეხი მყავს მე ტრენერები. რას ნიშნავს ქართველი? რა ის მე იქნება. აი რა გაკეთე. ძმა აქ არის გვარად. მეტი რა გიდა. რა ის ქართველი ბიჭო. ფილისელი და რავი, საბურთალოელი რა. ეს ხო არის გადაღება. წავედით სახინკლეში. ხო. ვინები ვარ? ტრენერები. ქართველი ტრენერები წავედით სახინკლეში გადაღების მერე. ეგ ზოგადია. გა მინუს ზოგადია. მინუს არტიკულას თამაში. ანუ შენ გაიმარჯვე თუ ისიც ხმაგიდა. არა, ყველაზე კარგი არის ჩემი. ლა ვერავი. აი ესე უნდა გეწერა, გესმით? ესე უნდა გეწერა, მეორე წერია. ხო, მაგრამ შენ არის მივდივართ სახინკლეში. ხვდები, ყველა სიტყვის მნიშვნელობა აქვს. იქ უკვე ვართ სახინკლეში. ბაზარი არა. მაგრამ რა ქართველი ბიჭო? ქართველები ვარ და ვინები? კაცი თვალები და ვერ იყურება რა ქართველი? შემოხედე თვალები. სული ქართველები და ბექა უნდა დაგეწერა. კაი, ჩემი აზრით. მე ვაფშე აჭარელი ვარ და ამ გამოიყო საქართველოს. ჩემი აზრით, ბონუს რაუნდს აზრი არ ქონდა ქულებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ყველა მერტე იგივე ხო აიყო ჩემი აზრით და იგივე დარჩა შედეგი. ძალიან დაძაბულად მიდიოდა თამაში, თავიდან გიგი და დავითი ლიდერობდნენ, მაგრამ ბექამ დააკამბექა და მეორე ადგილზე გავიდა და დავითს გადაეცემა პრიზი, სახელწოდება ფიტნეს მოყვარა. დაში! რაღაცები გამწვინა. გაიმარჯვა დავითმა, მეორეზე გავიდა ბექა, მესამეზე გიგი და ბოლოზე თაზო. რა პირველობა დავკარგე, სალო ჩაგვეტარებიდეს. ხატვაში ცუდი ვარ. მადლობა მეგობრებო რომ მოხვედით და მოგზავნით და გადავიღეთ ესეთ სახალისო და ესე ვთქვათ პირველი გადაცემა იყო ეს და იმედი მაქვს უფრო მეტი იქნება და უფრო კარგი სტუმრების და უფრო მეტი ქართველი სტუმარი იქნება? რაც უფრო დაგარეპორტებთ რასესობას. მოკლედ ახედა რო გავა. გამოიწერეთ მეგობრებო საბასახი, არ დააკენსელოთ. გამოიწერეთ რა თქმა უნდა ჩემი არხი და კომენტარით ალაიქეთ ძალიან დიდი მადლობა თქვენი მომზადებისთვის მადლობა სნეკის და ასევე თქვენს აუცილებლად განმოგეცემა სნეკის მიწისყრის კარგები და საფში ისე არ განიშნოთ ხელსარიალ და მარტო ტიტულს ვერ წაიღებ დავით სნეკსაც გაგატანთ რა თქმა უნდა თქვენს ამოდროულად ყველა მონაწილეს და ამ წელს საზოგადოებასაც გავატანთ რა თქმა უნდა სნეკის არქის კარგებს ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ უყურებთ ჩემს ვიდეოს მე დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე ნახვამდის